თბილისში ძალიან საინტერესო მოძრაობა დაიწყო, პარტიზანული მებაღეობა, Facebook-ზე გაჩნდა ასეთი გვერდი. გარემოს დამცველები ლაპარაკობენ თბილისში გამწვანების ნაკლებობაზე და ეს პარტიზანი მებაღეები, კარგად ჟღერს, პარტიზანი მებაღეები თავიანთი ძალებით, რესურსებით ცდილობენ გარკვეული ადგილების გამწვანებას, მათ არ აქვთ ბევრი დაფინანსება, მაგრამ აქვთ დიდი მონდომება, სოფლიოში გავრცელებული მოძრაობა, რომელიც საქართველოში შემოიჭრა, იმიტომ რომ ძალიან კარგია, მივესალმებ, ნამდვილად მივესალმებ, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქს გამწვანება ნამდვილად არ აწყენდა. მარიამ ღულონტის სიუჟეტი ვნახოთ პარტიზან მებაღეებზე. უკვე ორი ხედარგო, ახლა ნინა ნერგების მოსავლელად აბაშიძის ქუჩაზე ხშირად მიდის, ათვალიერებს, მიწას ასწორებს და ახალდარგულ ხეს წყალს უსხამს. ის დღეს პარტიზანი მებაღეა. ნინა ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარტიზანული მებაღეობის აქტივობაში სოციალური ქსელის საშუალებით ჩაერთო. უნდა ყოველთვის ვაკეთოთ ის, რაც დაეხმარება ბუნებას, ჩვენ ქალაქს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ეს ხალხმა, მაშინ არაფერი არ გამოვა და არავინ არ გაკეთებს ჩვენ მაგრად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა, მივედი დავრგე ხევს და კიდევ დავაპირებ მისვლას აუცილებლად. მტკვრის სანაპიროზე ახლა ის თბილისში პარტიზანული მებაღეობის ინიციატორთან ერთად მიდის. აქამდე დარგულ ხეებს მუდმივი მოვლა სჭირდება. დაზიანებულ ნერგს კი განსაკუთრებული მეთვალყურეობა. იდეა წამოვიდა, იმიტომ რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი იმაზე, რაც ხდება ქალაქში და არა მარტო ქალაქში, უბრალოდ ქალაქში არის პატარა ნაწილი რაც ხდება და იმედი მაქვს, რომ გავვალთ ქალაქის ფარგლებს გარეთაც მიდის უმოწყალო ჩერხები ხეების და რეალური ეკოკატასტროფა წინაშე დავდგებით ამას თუ არ მოუვლით და დავიწყოთ ხეების ზღვა. ყველაფერი სოციალური ქსელით დაიწყო. ინტერნეტ გვერდი 13 ივლისს გაიხსნა. რამდენიმე დღეში ამ გვერდმა 2700-ზე მეტი მოწონება და ხალხის განსაკუთრებული აქტიურობა გამოიწვია. ახლა უკვე პარტიზანი მებაღეები აქამდე არც გვერდის შემქმნელს და არც ერთმანეთს იცნობდნენ. წერენ რაღაც რაიონებიდან ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ჩვენთანაც ჩამოდით რაღაცა ჩვენი ჩასვლა, ანუ ჩვენ არა ვართ არავინ ორგანიზაცია, ყველა ქალაქს თემას, მივიდნენ დაიწყონ დარგვა რამეტი არაფერი რა. უბრალოდ აი ჩვენთან რატომაც ურჩევ რომ კონტაქტი გქონდეს, რომ ჩვენ გვაქვს კონტაქტი დენდროლოგებთან და გვირჩევენ კონკრეტულ ადგილზე რომელი ხე ჯობია, რომ ამას არ მიეცეს ძალიან სპონტანური. მე ხავ თქვა გამზირზე რომ თუთა არ დაირგას, ლეღვი, ალუბალი, ანუ ყველა ხეს აქვს რაღაც თავის დარგვის ნორმები. პარტიზანმა მებაღეებმა საკუთარი ხარჯებით თბილისის მასშტაბით უკვე 30-მდე კატალბას ჯიშის ხედარგეს. ახალი ნერგი მეზობელ ხეებს სიმაღლეში დაახლოებით 30 წელში გაუთანაბრდება. პარტიზანული მებაღეობის რიგებში გასაწევრიანებლად მხოლოდ სურვილი არის საჭირო. თავარია შეარჩიოთ ადგილი, სადაც შემდგომში შეძლებთ ნერგის მოვლას. დღეიდან ახალი დილა კი ამ ნაძვზე იქნება პასუხისმგებელი.